რას ნიშნავს თქვათ მაკრონის აი ესეთი ჩართულობა ამ საკითხში, მაგრამ დავიწყოთ რასაკვირველია იმ პროტესტით, რომელიც დღეს ვნახეთ. Რაღაც ახალი ფორმებით, როდესაც საღამოს საათებში მხოლოდ რუსთაველზე მისვლა და იქ გაპროტესტება კი არა, ჩვენ ვნახეთ სვლელობები, უამრავი აქცია და დღის საათებში ვნახეთ ეს ყველაფერი და საბოლოოდ ამან აი ხედავთ კადრში რუსთაველზე მოიყარა თავი. Რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, როგორ ფიქრობთ, როდესაც თვით ორგანიზებით ასეთი რამ ხდება ქვეყანაში? ცხადია, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს ძალიან კარგად ესმის, როგორია საქართველოში არსებული დღეს არსებული პოლიტიკური გარემო და მდგომარეობა, მათ შორის ესმის ერთი მხრივ ის, რომ ქართულმა ოცნებამ რეფერენდუმად წოდებული არჩევნები გააყალბა, ანუ გააყალბა ამ არჩევნებით მისი ჭკუით შეეცადა ყოველ შემთხვევაში ქართული ხალხის არჩევანი ევროკავშირში წასულიყო თუ რუსეთში და შემდგომ არჩევნების გაყალბების შემდგომ დაიწყო უკვე ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღსრულება, ანუ ის ოფიციალურად დადგა ტრიბუნასთან და გამოაცხადა, რომ დაასრულა 2028 წლამდე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე საუბარი. ხა ჩვენ გვესმის მათგან რაღაც ეს განმარტებები, რომ ეს არ ნიშნავს ამ პროცესის გაჩერებას, თუმცა მაყურებელი რომ დაბნეული არ იყოს, ძალიან მარტივად რომ განმარტოთ, ხო? საპარლამენტო რესპუბლიკებში საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება ძალაუფლებას მოიპოვებს 4 წლის ვადით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის მთავრობის და მათ შორის პარლამენტის ვალდებულება გადადგას ყველა ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ხო, ამას გვეუბნება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი. და განაცხადი, რომ 4 წელი ამას არ გავაკეთებ, ეჭქვეშად რო არ დააყენოს მისი ლეგიტიმურობა. ნიშნავს, რომ მან ღიად განაცხადა, რომ ის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს 4 წლის მანძილზე. ამიტომ ეს ძალიან ბევრისთვის აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ყველა მიხვდა და ყველამ გააცნობიერა, რომ ეს რეალურად არის ეს არის ვარის თქმა, ამაში ორი აზრი აღარ არსებობს, ეს არის ვარის თქმა ევროპულ პერსპექტივაზე და მათ შორის ჩაკეტვა ამ შესაძლებლობის ღია კარის, რომელიც დღეს არსებობს და ამან სწორედ ადამიანებს უბიძგა პირველივე საათებში და პირველივე წუთებში ღიად გარეთ გამოსულიყვნენ და ის დაგროვებული ბრაზი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა მათ შორის გაყალბებული არჩევნებისგან მომდინარე, ესე ამოინთხა თბილისის ქუჩებში. ეხლა რაც შეეხება ამ ესე ვთქვათ პროტესტს, მოსახლეობის დიდ ნაწილს განსხვავებული სხვა პროტესტებისგან გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არ იქნება რაღაც ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი და ესმის, რომ ამ ცრუმოლოდინის ტყვეობაში არ უნდა იყოს მძევალი, არ უნდა იყოს ცრუმოლოდინის, ესმის, რომ ის დღეს ებრძვის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ეს პარლამენტი არის ნამდვილად ივანიშვილის მიერ დანიშნული ადამიანები, ეს მთავრობა არის ივანიშვილის მიერ დანიშნული მთავრობა, ეს მინისტრები არიან ივანიშვილის პირადი მინისტრები და ასე შემდგომ და ადამიანებს ესმით, რომ მათ ერთი მხრივ გადასარჩენი აქვთ, რომ დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი და აღარ არის მარტო ევროპული მომავალი დაცვაზე საუბარი, ქვეყანა დაიცვან გარუსებისგან, პირდაპირ ვთქვათ და მეორე მხრივ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს მოხდეს არაძალადობრივად, იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს. აი ეს საინტერესო საკითხია, ხო მივადექით პროტესტის დინამიკა როგორი უნდა იყოს, ან ადამიანებმა როგორ უნდა იპოვონ რწმენა იმისა, რომ თუნდაც ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ ისინი მიაღწევენ შედეგს. როგორ უნდა გამოაცალოს, ასე ვთქვათ, თუ კი რაიმე მხარდაჭერა აქვს, რასაც ეყრდნობა ახლა ივანიშვილი, ხელიდან ეს ყველაფერი და დატოვოს აბსოლუტურად მარტო. აქედან არის მშვიდობიანი პროტესტი და იქიდან არის ძალიან მძიმე ნაბიჯები, რეპრესიები, დაკავებები კი არა, გატაცებები ქუჩებიდან და მიტინგების საშინელი ფორმებით დარბევა. აი ეს ორი მოცემულობა გვაქვს ახლა და როგორ უნდა სძლიოს ამ მშვიდობიანმა პროტესტმა ივანიშვილის აი ამ მეთოდებს. ხო, სამი ძირითადი საყრდენი აქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში. პირველი ეს არის ძალოვანი უწყებები, რომელსაც ცდილობს ეფექტიანად გამოიყენოს მშვიდობიანი მომიტინგეების ან პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ და არა მარტო დემონსტრაციებზე, რასაც ჩვენ ხედავთ, არამედ გამოიყენოს მათ სახლებში მისაკითხად, დასაშინებლად და ასე შემდგომ. მეორე ეს არის პროპაგანდის მძლავრი მექანიზმი, რომელშიც ასეულობით მილიონს ხარჯავს ყოველწლიურად ივანიშვილი. ეს არის იგივე
ტელეკომპანია წოდებული იმედი, ეს არის ტელეკომპანია წოდებული პოსტივი, ასევე იქცევა რუსთავი 2, ასევე იქცევა ნაწილობრივ და ზოგ შემთხვევაში ეს ვთქვათ არანაკლები მნიშვნელოვნად საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის ტროლების და ბოტების აწყობილი ფაბრიკები, რომელიც შავი ფულით იკვებება და რომლებიც ცდილობენ რომ სოციალურ მედიაში შექმნან ცთარი წარმოდგენა საზოგადოებრივი განწყობების შესახებ და მესამე, რითაც ივანიშვილი არის, ეს არის მისი კაპიტალი, ხო, ფინანსები. აი სამი საყრდენი აქვს ძირითადად ივანიშვილს. ეხლა საზოგადოებრივი პროტესტის მონაწილეებს კარგად ესმით, რომ გასამკლავებელია სამივესთან და ჩვენ ვნახეთ, რომ მშვიდობიანმა მომიტინგეებმა, აქციაზე მყოფმა 10,000-ობით ადამიანმა როგორ გამოიყვანა სწრაფად წყობილებიდან ივანიშვილი და ისიც ვნახეთ, რომ როგორი სასტიკის გამოვლენა შეუძლია მას. რეალურად 9 აპრილის მერე არ ახსოვს რუსთაველის გამზირს ესეთი მასშტაბური დარევა საკუთარ მოსახლეობაზე. ჩვენ გვინახავს ცუდი ამბები რუსთაველზე, რა თქმა უნდა არ გულისხმობ მარტო 9 აპრილს, მაგრამ ქართველებს დაერივნენ იმის გამო, რომ მათ რუსეთთან არ უნდა, ეს იყო 9 აპრილს და მის მერე აღარც მახსოვს რომ ყოფილიყო, ხო? და თან მასშტაბი რა იყო, ხო? ეხლა მოსახლეობას რომ უთხრა, მე 2004 წლიდან მუშაობდი სახელდამცველის ოფისში და თქვა 2007 წელს ვიყავი, როცა სოზარ სუბარი იყო სახელდამცველი, მისი მთავარი მრჩეველი მაგალითად და მახსოვს როგორი იყო 2007 წლის ნოემბერი, პირადად ვიყავი, აი სასამართლო პროცესებზე დავდიოდი, ვესწრებოდი. კარგად ვიცი რა ხდებოდა, თქვა ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით წინა პერიოდში და ძალიან ბევრი კრიტიკული მოსაზრება, შენიშვნა, დასკვნა თუ განცხადება იყო აბსოლუტურად სამართლიანი მაშინ. მაგრამ ხალხო ვერც კი შეედრება მასშტაბებით და სიმძაფრით, რაც დღეს ხდება. მაგას ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ყოველ დღე არ ბერდა ამ აქციას. 500-ზე მეტი ადამიანი, აი როდის დააკავეს საქართველოს ისტორიაში 15 დღის მანძილზე პოლიტიკური მოტივებით. აი ვის ახსოვს ესეთი რამ? აქ არ ვლაპარაკობ, შენ მოგწონს თუ არ მოგწონს ის ოპონენტი. უბრალოდ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, რა მასშტაბზე ვლაპარაკობთ და 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაწამები და ამ სიტყვას არ ვამბობ ესე, რა ქვია, ენაზე მოგადგება და ვამბობ. რაღაც მხატვრული თვალსაზრისით არ არის ნათქვამი, სამართლებრივი კუთხეა. წამება და არადამიანური მოპყრობა, როგორც მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, სწორედ ამას გულისხმობ. რას ნიშნავს? ხო, ეს რო აგიხსნათ, წამება არის, როდესაც ადამიანს აყენებ ძლიერ ფიზიკურ ან ფსიქიკურ სულიერ ტკივილს, რომელიც მიზანიც არის მისგან ან აღიარების მიღება, ან დანაშაულის, თქვათ, შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ან დასჯა. და ჩვენ ხედავდით, რომ აი მას აკეთებდა სახელმწიფო და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ჩადგენილი ან სახელმწიფო ორგანოს მიერ, ან მისი მდუმარე თანხმობით. აი ამას რო შევხედოთ წამება რასაც ნიშნავს, ეს იყო სისტემური, ჩვენი წარმომადგენლები, ადვოკატები, როცა ხვდებოდნენ ამ ადამიანებს, ჩვენ გვაქვს კადრები, ადამიანებს, რომელსაც იჭერენ, არა აქვს დაზიანებები და მერე დროებით მოთავსების იზოლატორში მათი მდგომარეობა. დროებით მოთავსების იზოლატორიდან ადამიანების ამოყვანა პოლიციაში, ცემა და უკან დაბრუნება ფაქტობრივად 2004 წლის მერე ქართულ პოლიციაში აღარ ხდებოდა. ცალკე გამოიყო თავისუფლად სისტემურად დროებით მოთავსების იზოლატორები, რომ პოლიციას აღარ იყოს დაქვემდებარებული, გამომძებელს არ იყოს დაქვემდებარებული. დაივიწყეს ეს წესით, აი ამოყავდათ ადამიანები, ცემდნენ და აბრუნებდნენ უკან და ეს იყო სისტემური გეველაპარაკებით 300-ზე მეტი ადამიანია ესე წამებას დაქვემდებარებული და ეს იყო თან, ნახეთ, ღირსების შემლახავი სამალდროულად, ან მარტო ის კი არ იყო, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ლექსიკა, მოპყრობა, მუქარა და ამ ხალხს პირიქით მე სჯიან სასამართლოს ხელი. პირიქით ხდება, აჯარიმებენ, აპატიმრებენ და აი ეს მომენტი რომ ეუბნებიან რომ აი დაკავების მომენტში, წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მიიღეს დაზიანებები. კადრები არსებობს, როდესაც იტაცებენ ამ ხალხს, არაფერი არ სჭირთ იმ მომენტში, გატაცებული არიან და შემდეგ, როდესაც მიეფარებიან თვალს, აი ამ რაღაც დერეფანში შეიყვანენ, გადიან ჯოჯოხეთურ გზას და ჩვენ ამ ადამიანებს მე ვხედავთ დალეწილებს პირდაპირ ნიშნულობით და მე სასამართლოზე უწევთ მისვლა და იქ პირიქით აჯარიმებენ აი ამ ხალხს. აი ეს ჯაჭვი არის შეკრული, ანუ ხელისუფლებას აბსოლუტურად აღარა აქვს ის რომ რამე დამალოს. პირიქით, ანუ ის დემონსტრირებს ამას. ესე ამ ადამიანებს როცა აკავებდნენ, ხო აი ეს ისტორიები, რომლებიც ყვებიან ეს და დოკუმენტირებულია. თან ამას ავლაპარაკობთ, ხა პირად ადამიანმა მოყვავს დოკუმენტირება ხდება, გასაგებია რა მიზნებითაც, ხო, სამართალწარმოებისთვის და მომავალში ამ ადამიანთან ინტერესთან დასაცავად. ჯერ მიყავდათ ატარებდა ეგეწოდებულ კორდონში, ცემდნენ სასტიკად, შემდგომ გონის დაკარგვამდე მისულ ადამიანებს შეყრდნენ ხოლმე მინივენებში, რომელშიც ამოღებული იყო ეს სავარძლები. სხვა ადამიანებთან ერთად, რომელსაც სისხლის დიოდათ, ზოგი აი გონის დაკარგვის ზღვარზე იყო.
იყო პრეცედენტები, როცა წიწაკის სპრეის უსხამდნენ ამ ავტობუსს და კარს უკეტავდნენ. აი აქ არ შეიძლება არაფრით იცით, რომ წიწაკის სპრეის გამოყენება დახურულ სივრცეში. ამ ადამიანებს ამისთვის რომ დაჭირდნენ ესე ექცეოდნენ. ერთ-ერთი ყვება მათ შორის რომ როცა შეასხეს ლამის გონი დაკარგა და მიხვდნენ რომ აი გაითიშებოდა და გამოიყვანეს მინივენიდან და რო ამოვისუნთქეოდა, მიხვდნენ რომ ამოვისუნთქეოდა კიდე მცემესო. გონის აი დაკარგვამდე. ყავდა ჩვენ რესპონდენტი ჩართვით ის ახლა ბერლინში აი კურნალობს ეს ადამიანი, აი რასაც თქვენ ამბობთ, აი ყველა ამ ჯაჭვს ყვებოდა ეს გაიარა. ეს არ არის ოღონდ რომ და შემდეგ ამას გაგრძელება ქონდა პოლიციის მანქანაში და შემდეგ იქ სადაც მიიყვა. ანუ ეს არ არის ოღონდ რომ ერთმა ადამიანმა მოყვა. ერთი რომ ამას ყვება, მეორე იმავე ისტორიას ყვება გვერდიდან როგორ ხედავს და თავად რაც ემართება და როგორ ექცევიან, იმას სხვა ყვება მე. ანუ ეს არის მტკიცებულებები, რომლებიც ამას ადასტურებს და რიცხვი რა არის ამ ყველაფრის მერე დაკავებული და დაპატიმრებული აქტივისტების რაოდენობა არის 500 და დაკავებული პოლიციელის რაოდენობა არის 0. დიახ. სასამართლოში წარდგენილი აქტივისტებიდან გამამართლებელი გადაწყვეტილება არის 0. აი ჩვენ დღეს უყურეთ რაღაც კაფკას პროცესი მიმიქარავს ისეთ რამეს უყურეთ, ხო? ადამიანი ყვება რომ ავტობუსი ელოდებოდა. და არ აინტერესებს სასამართლოს ეს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უბრალოდ ადამიანი თუ იდგა გაჩერებასთან და ელოდებოდა ავტობუსს, ისიც საკმარისია რომ ადამიანი დააკავდა. ეგეთი რამ სათხდება, ხო? ეგეთი აი რომ ადამიანი წუხდნენ ხოლმე ძველად, რომ აი ძველად ხდებოდა და სად იყავ? სად არიან ეს ადამიანები, ვინც ძველად წუხდნენ? ხო, ესენი ხო თავის თავსაც ცემენ პასუხს. სინამდვილეში მათ არ აწუხებდათ თურმე ადამიანი, მათ არ აწუხებდათ თურმე წასულში ადამიანის უფლებები, მათ აწუხებდათ ის რომ რაღაც შეცვლილიყო მათთვის სასარგებლო, თუ პირადი სარგებელი ქონოდა. ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ადამიანები რომლებიც შეიძლება კატეგორიულად არ ეთანხმებიან ვიღაცას, მაგრამ წესიერება აქვს შემორჩენილი და ისინიც კი მიდიან პროცესებზე ამ ადამიანების. ხო დღეს აი კეთი დოლიძე ვნახეთ მაგალითად, ხო? არანაირად არნიშნავს რომ მე და კეთი დოლიძე რაღაცაში ჭკუაზე ვიყოთ, მაგრამ წესიერება თუ კი ადამიანს შემორჩენილი აქვს, არ შეიძლება დღეს ამაზე საქართველოში ჩუმად იყოს. მივიდა აქცენტებიც გააკეთა მნიშვნელოვანი, მაგრამ არ თქვა მეორე ნაწილი ამ ყველაფრის, რომ ამას ეს არის პოლიტიკური საკითხი და რომ რეჟიმი უდგას ამას სათავეში, რომ ივანიშვილი აკეთებს, მაგრამ მე მესმის რასაც გულისხმობთ, ანუ მივიდა, მან თქვა, რომ ეს რაც ხდება, არის ძალიან მძიმე რამ. თუმცა მეორე ნაწილში არ იყო მკაფიო, მაგრამ არავის არ ხედავთ რომ ეგ როგორ მოგწონდეს, ამაზეა ლაპარაკი. მათ მომხრეებშიც ეს იწვევს, ეს ხო რაღაც იზოლირებული ხალხი არ არის ან ახლობლები არიან. ხო ხვდებით ჩვენ რომ რაღაც მომენტში ყველას ვიღაცის ნათესავს, ვიღაცის ოჯახის წევრს და მე ეს ხალხი ხო იძულებული ხდება თუ და ვეღარ გაჩნდეს ამის შემდეგ. ჩვენ ერთი მარტივი რამ უნდა დავინახოთ. აი მე იურისტი ვარ და რაღაც არსებობს თელი ისტორია, ხო როგორ გაჩნდა სამართალდამცავი უწყებები, როგორ გაჩნდა დამოუკიდებელი სასამართლო, როგორ გაჩნდა პოლიცია და სასამართლო სახელი შეიძლება ერქვას, რა ვიცი, NKVD-ს რო ყავდა ხალხი დადიოდა, ტროიკები რო დადიოდა, ხალხსქვეთენ იმასაც შეიძლება ერქვა სასამართლო, ხო ფუფუცელზე დაარქვა, მაგრამ ნამდვილი სასამართლო ის არის, ვინც სახელმწიფოსგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გიცავს. ნამდვილი პოლიციელი ის არის და იმით განსხვავდება ის მეფის ვეზირისგან, რომელიც დილეგში აგდებს ყველას მეფის ბრძანების შესაბამისად, რომ მისთვის მეფი არის კანონი. და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ პოლიციაზე, პოლიციელს ევალება რომ დაიცვას კანონი და მის აღსასრულებლად გამოიყენოს მხოლოდ ლეგიტიმური ძალა, მხოლოდ პროპორციულად გამოიყენოს ლეგიტიმური ძალა და ამით შემოისაზღვროს. ანუ მას არანაირი პირადი შურისძიება, პირადი რაღაც მოტივები არ უნდა ამოძრავდეს ამ პროცესში, ხო? და არის კიდე, რა ვიცი, აი ცხოველის ფუნქცია, ძაღლის ფუნქცია, არის რომ დაიცვას პატრონი. მან არის ის კანონი, მან არის ის სამართალი, მაინც ის რომ დაიცვას მე პატრონი. აი რომ დაუძახებენ რომ ვიღაცას უნდა უკბინოს. აი ეგ არის ზუსტად ეხლა ჩვენ კითხვა რას უნდა გავცეთ, რომ ჩვენთან როგორ იქცევა ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, იქცევა რომელიც კანონს აღასრულებს მართლა, თუ იქცევა როგორც პატრონის დამცველი. აი ეგ არის ფუნდამენტური საკითხი. მე მგონი მაგ საკითხზე გაცემულია ალბათ. ხო და თავად გაცეს პასუხი მე მგონი ამ შეკითხვას და აი როცა დავიწყეთ ამ კითხვაზე პასუხი რომ რა უნდა დაუპირისპირდეს ამას, თავად ჩამოშალეს ამ დღეებში ყოველგვარი ოდნავი ნდობაც კი რაც შეიძლება ყოფილიყო სამართალდამცავი სისტემის მიმართ. თავად ჩამოანგრიეს ეს ყველაფერი, იმიტომ ადამიანებს აჩვენეს, ღიად აჩვენეს როგორია საქართველოს მომავალი. მაგრამ ეს რას ცვლის რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით. აი პოლიცია, რომლის რეპუტაცია უბრალოდ გაანადგურა ივანიშვილმა, ჩააყენა თავის სამსახურში, მაგრამ პოლიციელს ანუ უბრალოდ თავისი ფუნქცია კი არ, პროფესია, ყველაფერი დააკარგვინა. დღეს ადამიანები პოლიციას აღიქვამენ საფრთხეთ. როდესაც ხედავენ პოლიციას, ეს მათთვის საფრთხე. აი მაგალითად
გუშინ თუ გუშინ ღამე ლუკა ღვინიაშვილი გაიტაცეს წაიყვანეს დღეს აგერ სასამართლოს ხელით მიუსაჯეს 7 დღე ჩასვეს 7 დღით ციხეში არაფრის გამო აბსოლუტურად და ეს რაღაც გაურკვეველი ხალხი რომელიც ზედამხედველობს პრაქტიკულად პოლიციას გულისხმობ ხალხს რომელიც არაფერი ნიშანი მათ არ ვიცით არც სახელები არც გვარები რა დანაყოფებს წარმოადგენენ ურტყამენ ხალხს კლავენ ლამის ჟურნალისტებს და პოლიცია ამ დროს უმოქმედოა უფრო მათ ინტერესებს ემსახურება რაღაც მომსახურე პერსონალად გაიხადეს აბსოლუტურად რეპუტაცია ჩამონგრეული აქვს მაგრამ ივანიშვილისთვის აქვს ახლა ამას მნიშვნელობა თუ არა სად ექმნება მას პოლიციაში პრობლემა ჩვენთვის აქვს ამას მნიშვნელობა საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის იმიტომ რომ ივანიშვილი დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ქუდს დაიხურავს და ამ ქვეყანას მიატოვებს და ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში უნდა დარჩნენ ადამიანები ის პოლიციელებიც და ის ნაცემი ადამიანები მათი შვილები მათი პოლიციელების შვილები მათ შორის თავის მეგობრებთან ერთად რომლებიც მამებმა უცემეს ბიძებმა უცემეს ბაბუებმა უცემეს და ერთად უნდა იცხოვრონ და ამაზე უნდა ვიფიქროთ რომ ძალიან ძიმე ტრამვები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის მომავალში იმიტომ რომ ჩვენ 2024 წელს ვართ ახლა და როცა იხსენებენ ჩვენი წინათაობა 9 აპრილს მე პატარა ვიყავი მაშინ 6 წლის როცა იხსენებენ სულ ეს ყურში გვესმოდა რომ ქართულმა მილიციამ არ გაიმეტა ქართველები და იმის გასაკეთებლად რასაც ახლა ვხედავთ ქუჩაში მაშინ მოუწია როდიონოვის სპეცრაზმის შემოყვანა რეჟიმს ხო კომუნისტურ თავრობას და ეს ქართველმა არ იკადრა და ეხლა იმიტომ ის რეჟიმის ის როდიონოვის ხალხი წავიდა უკან აქ არ დარჩენილა საცხოვრებლად და ეს ხალხი აქ უნდა დარჩეს და ამ ხალხის სახელები და გვარებიც გაიგოს ყველამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ როგორ უნდა იაროს მათმა თან ინტერნეტის სამყაროში ვცხოვრობთ ეს არა რომ გაზეთში დაიბეჭდა და ბიბლიოთეკაში დარჩა ამ ხალხის სახელები და გვარები მუდმივად დარჩება კი რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამან შეიძლება უბიძგოს პოლიციელებს იქითკენ რომ გაემიჯნონ ამ რეჟიმს არ შეასრულონ ეს დავალებები გამოხანდონ პროტესტი რაღაც ცალკეული შემთხვევები ჩვენ ვნახეთ როდესაც ადამიანები წამოვიდნენ სამსახურებიდან რა იქნება სწორი ფორმა როგორ უნდა იმოქმედოს ახლა აი ერთმა კონკრეტულმა პოლიციელმა რისი გაკეთება შეუძლია მას რომ აი ამ ყველაფერზე პასუხისგებლობა აღარ კონდეს მომავალში რა კატასტროფაც ახლა სჭირს რა უნდა გააკეთოს ალბათ თავად უკეთიციან თუ ამისგან თავის დაღწევა უნდათ მაგრამ რაზე უნდა იფიქროს ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მან უნდა იფიქროს იმაზე რომ თითქოს მის მიერ შესრულებული უმნიშვნელო დავალება რომელსაც მას ავალებენ არის ის რის გამოც ადამიანებს აწამებენ მაგალითად თუ კი ადამიანს ეტყვიან რომ შენ უბრალოდ ტექნიკურად ოქმი უნდა შეადგინო მეტი არაფერი გევარება მაინც ოდეს რომ ამ ოქმის შედგენის უკან არის ადამიანის წამება აი ეგ არის ტექნიკურად შეიძლება ის ფუცელზე ხელის მოწერაა და მეტი არაფერი მაგრამ ეს ადამიანები ხელს აწერენ ფუცელზე იმცოს სხვა ადამიანები აწამონ და ჩვენ ახლა გვესმის რომ ალბათ ჩვენ საზოგადოებაში არის ძალიან მცირე ჯგუფი ადამიანების რომლებიც მოხარული არიან სხვა სისასტიკით გაიმეტონ და ესე მოეპყრონ და ამით სიამოვნებასაც იღებენ შეიძლება მაგრამ ამ ყველაზე ცუდ ესე ვთქვათ გზნობებს ადამიანების და ყველაზე ცუდ ხარებს ადამიანების ხელი არ შეუწონ საკუთარი მოქმედებით მინიმუმ ეს არის კი ბატონო და ბოლოს კითხავთ აი ამ საერთაშორისო კონტექსტზეც ახლა გავაცანით საზოგადოებას მაკრონის მიმართვა მაკრონი ძალიან აქტიურია ამ თვალსაზრისით სანქციები რომელიც დღესაც დაუწესეს 20 პირს მათ ოჯახის წევრებთან ერთად და მათ შორის არიან მინისტრები ეს ხაზგასმულია საინტერესოა ამ მიმართულებით რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს რომ ამან იმგვარი გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე რომ ძალიან დიდი ხელშეწყობა კონდეს ამას ქართული ხალხის მხარდაჭერის კუთხით და საბოლოო ჯამში ორივე ფაქტორმა მოახდინოს გავლენა და ივანიშვილის რეჟიმი შეცვალოს პირველი, რასაც ეს სანქციები და არა მარტო სანქციების განცხადებები, რომელსაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, ქართული ხალხის მეგობრებისგან ვისმენთ, ეს არის რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მმართველ გუნდს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ხო? ანუ რაზეა საუბარი? მე მესმის რომ დასავლეთს უწევს ურთიერთობა ავტორიტარულ რეჟიმებთანაც და საერთოდ არჩევნები რო არ ტარდება იმ ქვეყნებთანაც უწევს ურთიერთობა, ეს ძალიან ბუნებრივია, მაგრამ არავინ მათ საქართველოში ხელისუფლებას არალეგიტიმურ
ეკონომიკურად დაუფლებულ ადამიანებს არ მოიხსენიებს როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მაგალითად არის საუბრებიან ისე როგორც სამართლიანი და თავისუფალი გზით არჩეულ ადამიანებს და ეს აწუხებს მათ შორის ხელისუფლებასაც თქვენ არ ვიცი ამჩნევთ თუ არა ამას იმ ფონზე მაგალითად როდესაც სალომე ზურაბიშვილი მაკრონს და ტრამპს ხვდებოდა ერთად ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ თელარა გელანთიას ეჭვებოდა რომ გინდა თუ არა მაღიარერო პრემიერი ვარ. Რამდენად აწუხებთ ეს ლეგიტიმაციის არ ქონა რომ აი მასში არიან გადასული გუშინ პროპაგანდისტულმა მედიამ იმედმა მაკრონის განცხადება აიღო რომელიც ამბობდა რომ საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა რომ შეეწყვიტა ძალადობა და ეს საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვების გვერდზე ირაკლი კობახიძე ჩაამატა ვითომ მაკრონმა ახსენა მთავრობის მეთაურად და მიუხედავად იმისა რომ კრიტიკული იყო მთავრობისადმი გამოდავა იმის მტკიცებულებად რომ აი მაკრონი ახლა კობახიძის ნაწილი არის მთავარი რომ ახსენებს როგორც მთავრობას ხო ჩაამატა თან სიტყვები ხო ხა ამას რატო ამბობ იცით რომ პირველი არის რასაც საერთაშორისო მეგობრები აკეთებენ ქართველი ხალხისთვის რომ ისინი გაყალბებულ არჩევნებს რომელიც ასევე აყალბებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს არ ცნობენ როგორც სამართლიანს და თავისუფალს მეორე რაც მათგან არის ეს არის მხარდაჭერა ისეთი ნაბიჯებით რომელიც ერთი მხრივ ქართულ ხალხსაც დააზარალებს და მეორე მხრივ გაამხნევებს და ხელშეუწყობს ქართულ დემოკრატიისა და თავისუფლების ბრძოლ საზოგადოებას ამ სამართლიან ბრძოლაში ხო სანქციების ნაწილი მათ შორის ეს იყო და ეს სანქციები არ ეხება მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ ვიცით რომ მანამდე პრიბალტიკის ქვეყნებიდან იყო იგივე ეს იყო პირველი პრეცედენტი როცა ივანიშვილი გამოაცხადეს დასანქცირებულად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ეს არ იქნება დასასრული რა თქმა უნდა ეს არის ჯაჭვი ჩვენ ვნახეთ რომ მაგალითად დღეს ბატონი მახაშვილს გაუქმეს მიწვევა პოლონეთში კი ბატონო ესეც გზავნილია რომ ისინი არ ცნობენ მას და არ ეპატიჟებიან როგორც ლეგიტიმურს ჩვენ ვნახეთ დღეს გამოცხადებული დილით გამოცხადებული 20 ადამიანის დასანქცირება და აქ საინტერესო მათ შორის იყო ამ სანქციების ნაწილში რომ ითქვა რომ ის ადამიანები რომლებიც პასუხისმგებელი არიან და ჩამოთვლილიყო და მათ შორის ეწერა არჩევნების გაყალბება. ანუ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ამ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამიტომ ასანქცირებს ადამიანებს ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ამიტომ საბოლოო ჯამში მე არ ვიტყვი რომ ეს ამოიწურა. იქნება ქართველი ხალხის ბრძოლა, იქნება დასავლეთის მხარდაჭერა. მანამ სანამ ვინმე საქართველოს არ მიიჩნევს აზერბაიჯანად, სადაც არავინ აღარ იბრძვის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ისე გამეტებით, როგორც იბრძვის ქართველი ხალხი, მანამდე არ შეწყდება დასავლეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. კი ბატონო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.